გამარჯობათ. ხვალ იქნება არჩევნები და ოპოზიცია უკვე ანონსებს დაუმორჩილებლობას. სხვადასხვა რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შედეგები არ ყოფილა, არ დამდგარა არანაირი, თუმცა ისინი უკვე წინასწარ ანონსებენ დაუმორჩილებლობას და რადიკალურ ქმედებებს. მათ არ აინტერესებს არც არჩევნები, არც მისი შედეგები, მათ უბრალოდ აინტერესებს რაღაც არეულობის დებოშის მოწყობა, რომ მე ზოგი აღმოჩნდეს რაღაც პოლიციაში, ზოგი აღმოჩნდეს რაღაც ნაცემი დაუშვათ, ან რაღაც მჟავდებული სკამზე, რომ შემდეგ გარკვეული რაოდენობა ხალხი გავარდეს საელჩოებში და მოითხოვოს თავშესაფარი და შემდეგ წავიდნენ საზღვარგარეთ, მოისხანეს რაინდის თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდის, ასე ვთქვათ, მანტია და იქიდან აკაკუნონ კლავიატურაზე. მინდა მიმართო საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ იქნება პროვოკაციები, ოპოზიცია ეცდება, რომ მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია, მაინც შეიკავონ თავი რაიმე ქმედებებისაგან, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან როგორც ქვეყნისათვის მებრძოლი რაინდები. მინდა რომ ეს ხალხი იყოს საქართველოში, იყოს ჩვენს გვერდით და უყუროს, როგორ აშენდება, როგორ გაბწყინდება ეს ქვეყანა, როგორ ვივლით ჩვენ ჯიუტად წინ, როგორ ავაშენებთ ერთიან ძლიერ საქართველოს. დიდება უფალს, დიდება იესო ქრისტეს, დიდება საქართველოს მფარველ დედა ღვთისმშობელს, ჩვენთან არის ღმერთი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.